რეალურად თქვენ ხედავთ რა უბედურების სიაში ვდგავართ. აბა წარმოიდგინეთ ხალხო, აღარ იქნება ფაქტიურად განათლება საქართველოში. ეს შერწყმავ რაღაცა თითქოს გახდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტი გრანდიოზული უნივერსიტეტი, ყველაზე დიდი უნივერსიტეტი კავკასიაში, ხო? მაგრამ მეგმასი არ არის, სამაგეროდ გაქრება დარგები, გაქრება მეცნიერება, გაქრება პირდაპირ გაგებით კონტაქტები, საერთაშორისო პროექტები, გამოდიან და ამბობთ, რომ თურმე ყველა აგენტურა დღეს გამოვიდა ეს მართლა რა დავარქვამიგას არც კი ვიცი. ეს კაცი და ამბობს, რომ თურმე მე ენჯოშნიკი არა ვარო. მეო გერმანიის სამსახურში ვიყავეო. ესე იგი აგენტი ყოფილა ამ კანონების მიხედვით, არა? აგენტურა პირდაპირ გაგებით. თომ კუთხით ვშევხედავთ. თორემ რეალურად საერთაშორისო ურთიერთობა ეს ხო საქართველოს ნომერ პირველი რამ იყო, რასაც იგი აკეთებდა. იმიტომაც ვიყავით დემოკრატიის და გახსნილობის შუქურა. და დღეს რას ვაკეთებთ? დღეს ვანგრევთ თავს. ბოლონის პროცესში მე პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული. მე იმ პერიოდში, როცა ბოლონის პროცესთან ინტეგრაციის პრობლემა იყო, მე ვიყავი მაშინ დავიწყეთ სამხატვრო აკადემიის რექტორი. ალბათ გახსოვთ. ძალიან დიდი პრობლემა იყო, იმიტომ რომ არაზუსტი მეცნიერებებზე ორიენტირებული ხელოვნების უმაღლესი სასწავლებელი რთულია ბოლონის პროცესთან ინტეგრაციაში მოვიდეს. იქ არ არის ზუსტი მეცნიერების ელემენტები. ერთადერთი რაც იყო ამ შემთხვევაში ხელოვნებაცოდნობა, რესტავრაციის გაძლიერება და რა თქმა უნდა პირველ რიგში არქიტექტურა. იქაც კი პრობლემები შექმნეს დღეს და შექმნიან კიდევაც. მათ არც კულტურა უნდათ, არა მარტო განათლება, არაფერი არ უნდათ. თქვენგან ერთ-ერთი რაც შეიძლება როგორც თქვა მათო იდეოლოგმა, ან დეპრესიაში ჩავარდეთ ჩვენ. მეტნაკლებად ინტელექტუალურ სფეროში მომუშავე ადამიანები, აქედან გავიქცეთ. თქვენ ახალგაზრდები გაიქცეთ, მე სადღაც უნდა გავიქცეთ, მე ბერი ვარ. მაგრამ ფაქტია, რომ მათ არ უნდათ მოაზროვნე ადამიანი. მოაზროვნე ადამიანი თავისუფალია. თავისუფალი ადამიანი კიდე მათ არ დაუჯერებს. არავითარ შემთხვევაში, ასე რომ მეგობრებო, ახალგაზრდებო, პროფესორ მასწავლებლებო, იცოდეთ რომ ეხავთ გევართ ბევრად უფრო რთული პრობლემის წინაშე ვიდრე იქ თუნდაც 92 წელს. როცა ქვეყანა იწყებოდა, როცა პირველი პრეზიდენტი გააცევეს ამ მათმა რა ვიცი, მამებმა და თვითონაც იყვნენ, იქ მონაწილეობდნენ. და სწორედ დღეს როცა ამას ხედავთ, რომ მძიმე პრობლემის წინაშე ვდგავართ, როგორ იღუპება ჩვენი განათლების სისტემა, როგორ უნდა ფული გააკეთონ, დიდი ბოდიში ფული არა, მაყუთი გააკეთონ. იმიტომ რომ გამდიდენ და ეხა უჭირთ პრობლემები აქვთ, ხო? არაღიარების პრობლემაა, ასე რომ განათლებას უნდა შეუტიონ და შენობები დაიწიონ. ეხლა წარმოიდგინეთ, გპ-ი როგორი განძია მათთვის. ეს ფენომენალური შენობები, ძველი პირდაპირ გაგებით სოციალისტური ბერიას პერიოდის სოციალისტური შედევრებია. სულ მე-5 კორპუსი, მე-6, ძირითადი მე-8 კორპუსი, ეს რეალურად რაზე ვლაპარაკობთ? ამას შევნა უფრთხილდებოდეს როგორც ჩვენ ისტორიის განს. ესენი ამას გაყიდიან. ის კი არ იყო ლაპარაკი ამას თვითონ საერთოდ სამხატვრო აკადემიის ერთ ისტორიულ შენობას საერთოდ კაზინოთ აქცევდნენ. მე მგონი ხა ეს აქტუალობა დაკარგა დღეს, არ ვიცი როგორ არის, მაგრამ რის თქმა მინდა ჩვენ ახალგაზრდებს მოუწოდებთ და პროფესორებს აქტიურები უნდა ვიყოთ, ამდენი არ უნდა ვიყოთ, ბევრად მეტი უნდა ვიყოთ, ბევრად მეტი. იმიტომ რომ ბიზნეს ერთ-ერთი რისის და მისის ეშინია, ეს არის ბევრი ხალხის. ჩვენ იარაღი არ აქვს, ჩვენ იარაღი სიტყვა, ლაპარაკი, ჩვენი საქმე, პროფესიონალიზმი, ჩვენი იარაღი არის რა თქმა უნდა რაოდენობა და აქედან გამომდინარე სიტყვა. მართალი სიტყვა ამ ადამიანებს მართალი სიტყვის ეშინიათ. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არსებებს მართალი სიტყვის ეშინიათ. და როგორც ამბობდა დიდი ფრიდრიხ შილერი, მინდა ამით დავასრულო. ხელოვნება და განათლება ეს არის ვარჯიში თავისუფლებაში. თუ გინდა იყო თავისუფალი, უნდა იყო გონიერი, არტისტული და შემეცნებაზე ორიენტირებული. გაუმარჯოს უნივერსიტეტს, გაუმარჯოს გპ-ის, გაუმარჯოს ქართულ განათლების სისტემას და წინ მომავლისაკენ ახალგაზრდებოდ ნუ შეგიშენებათ ერთად.